მოგესალმებით. შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ტორტი შავი ბარონი, უმარტივესი, უსწრაფესი და რაც მთავარია, უგემრიელესი ტორტი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ. შინაურულის არხზე არის ნამცხრობის და ტორტების რეცეპტების მთელი პლეილისტი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ და აარჩიოთ სასურველი რეცეპტი. მაშასე პირველ რიგში 5 კვერცხს დავამატოთ მწიკვი მარილი და 300 გრამი შაქარი და გადავდოთ. ცალკე ჯამში ავურიოთ 320 გრამი ფქვილი და 4 სუფრის კოვზი კაკაო. აქვე დავამატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა და კარგად ამოვურიოთ, რომ ეს მშრალი ინგრედიენტები თანაბრად გაიხსნას. ახლა კი დროა ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. აუცილებელია, რომ კვერცხით და შაქარი ერთად კარგად აითქვიფოს, როგორც ამას კლასიკური ბისკვიტის დროს ვაკეთებთ. როცა კარგად აუთქვიფავთ, დავამატოთ 4 სუფრის კოვზი თაფლი და შემდეგ ჩავამატოთ 300 გრამი მაწონი ან არაჟანი. შემდეგ კი მიქსერის საშუალებით კარგად ავურიოთ და ბოლოს დავამატოთ 4 სუფრის კოვზი ზეთი ან 50 გრამი გამდნარი კარაქი. შემდეგ კი მშრალი ინგრედიენტების ნაზავი, ესე პორციებად დავამატოთ და ავთქვიფოთ კვლავ მიქსერის საშუალებით. მთავარია მშრალი ინგრედიენტები კარგად აერიოს კვერცხისა და შაქრის მასაში. როცა კაკაო და ფქვილი კარგად გაიხსნება, ცომი ჩვენი ბისკვიტისთვის მზად არის. მიღებული ცომისგან უნდა გამოწვეს 3 ბისკვიტის ფენა, ამიტომ ცომს ყოფთ 3 ნაწილად და სათითაოდ ვასხამთ ასე საცხო ფირფიტაზე და თხლად გადავანაწილებთ. 3-ვე ფენა უნდა გამოწვეს წინასწარ გახურებულ ხუმელში 180 გრადუსზე. საცხობი ფორმის ზომა არის 30-40-ზე, ფენები მალევე წვება დაახლოებით 20-25 წუთში. 3-ვე ფენა უკვე გამოვაწვეთ. ახლა გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე, მანამდე კი მოვამზადოთ კრემი. პირველ რიგში ქვამში მოვათავსოთ 2 კვერცხი და 150 გრამი შაქარი მწიკ მარილთან და 1 ვანილთან ერთად. შემდეგ კარგად აურიოთ ერთმანეთში კვერცხისა და შაქრის კარგად გახსნამდე. შემდეგ დავასხეთ 300 მლ რძე და 3 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი ან ფქვილი. მე გამოვიყენებ ფქვილი. როცა ფქვილი კარგად გაიხსნება, შემდეგ დავადგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშოთ კრემის ფაფა. გაითვალისწინეთ, რომ ფაფის მოხარშვის პროცესში მუდმივად უნდა ვურიოთ, რომ მასა არ მიგვეწვას. როცა მასა ასე გასქელდება, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში კიდევ შუშოთ და შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ოდნავ შევაგრილოთ და შემდეგ დავამატოთ 100 გრამი კარაქი, რომელიც მასაში კარგად შევურიოთ, როცა კარაქი ბოლომდე ფაფაში გაიხსნება. შემდეგ გადავაფაროთ სამზარეულო სპარკი და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურამდე. ეს მოხარშული კრემი ძალიან კარგია ეკლერებისთვის და შუებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ სხვა დესერტებშიც გამოიყენოთ. ახლა კი ფაფის გაცივების შემდეგ თასში მოვათავსოთ 1 კილა მოხარშული შესქელებული რძე, რომელიც მიქსერის საშუალებით კარგად აურიოთ, ხოლო შემდეგ პორციებად დავამატოთ ჩვენი კრემის ფაფა და მასაში კარგად ავურიოთ. როცა ფაფა ბოლომდე კარგად შეერევა მოხარშულ შესქელებულ რძეს, კრემიც მზად იქნება. თუმცა შეგიძლიათ ტორტის შავი ბარონი
დაკრემოთ მხოლოდ კარაქისა და მოხარშული შესქელებული რძის კრემითაც, თუმცა მერწმუნეთ, რომ ამ კრემით ტორტი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის, ამიტომ პირველად სინჯეთ სწორედ ამ კრემით. კრემი უკვე მზად არის, ამიტომაც ახლა დავიწყოთ ჩვენი შოკოლადის ბისკვიტის ფენების მომზადება დასაკრემად. პირველ რიგში სამივე ბისკვიტის ფენას ჩამოვაჭრათ უსწორმასწორო გვერდები და მოვამზადოთ დასაკრემად. ახლა დავიწყოთ დაკრემვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ბისკვიტის ფენებს დანამვა არ სჭირდებათ, რადგან თაფლი მათ აძლევს სინოტივეს. თითოეული ფენა სქელი კრემის ფენით დავკრემოთ. როცა სამივე ფენას დავკრემავთ, შემდეგ კრემი წავუსვათ გვერდებზეც და ზემოდანაც. ახლა კი დავიწყოთ ტორტის გაფორმება, ამიტომ ჩამონაჭრელი ნაწილები ხელით დავაქუცმაცოთ ან ჩოპერით და ნაბხვენები მოვაყაროთ როგორც გვერდებზე, ისე ზემოდანაც. ეს უგემრიელესი, უფაფუკესი ბისკვიტის ნაბხვენები კიდევ უფრო აგემრიელებს ამ ტორტს, ამიტომ არ დაიშუროთ, ბლომად ნაბხვენები მოაყარეთ, როგორც ზემოდან, ისე გვერდებზე. ტორტი ფაქტიურად მზად არის, მაგრამ ჩვენ ის კიდევ უფრო უნდა გავაგემრიელოთ და გავალამაზოთ. ამისათვის მოვამზადე მინანქარი. შინაურული მინანქრის რეცეპტი არის შინაურულის არხზე. და ზემოდან მოვასხათ ჩვენს მომზადებულ ტორტს. შეგიძლიათ მინანქრის ნაცვლად უბრალოდ გაადნოთ შოკოლადი და ის მოასხათ. უგემრიელესი და ძალიან არომატული შოკოლადის ტორტი შავი ბარონი მზად არის, რომელიც შეგიძლიათ დაკრემისთანავე დაჭრათ და მიირთვათ. შინაურულზე არის არაერთი ტორტისა და ნამცხვრის რეცეპტი სპეციალურ ალბომში. ნახეთ და არჩიეთ თქვენთვის სასურველი. როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად, სწრაფად და ბიუჯეტურად მოვამზადეთ უზარმაზარი ზომის ტორტი, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ და მოამზადოთ თქვენი ახლობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის და უამრავი კომპლიმენტი მიიღოთ. დღეს ამით გემშვიდობებით, აუცილებლად გამოიწერეთ შინაურული, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. მადლობა რომ გვიყურეთ, მომავალ რეცეპტამდე.